აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაგიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ საქართველოს მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა. დღეს მოვილაპარაკეთ, რომ უახლოეს პერიოდში მოვაწყოთ ბატონ რამინის ნამუშევართა გამოფენას და კიდევ ერთხელ ამით ხაზს გავუსვამთ მის საოცარ მოღვაწეობას და მის დიდ ხვალს ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. ის, რასაც აკეთებდა ბატონი რამინი სოხუმში, აფხაზეთში, რასაც აკეთებდა აქ წყნეთში პატარებისათვის, ეს არის ის საქმე, რომელსაც ბევრი ვერ შეძლებდა. უანგაროდ შრომობდა და რაც თავარია, მას ეს დაუფასდა მოსწავლებისაგან. მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ რამინს და მის მეუღლეს ოჯახს, გულოცავ ბატონ რამინს იუბილეს და მინდა დიდი ხნის სიცოცხლე უსურვო მას. რამინ აფაგიძე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში. დევნილი მხატვარი გახლავთ აფხაზეთიდან, შესანიშნავი და სერიოზული ნამუშევრების შექმნა და განსაკუთრებულად თავისი ადგილი მოიპოვა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის სახელით დავაჯილდოვეთ როგორც პიროვნება, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში. არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლავთ, არაჩვეულებრივი პიროვნებით თვისებებით გამოირჩევა ბატონი რამინი, ძალიან თავმდაბალი, ძალიან მოგრძალებული, უაღრესად კულტურული და ინტელიგენტი ადამიანი ბრძანდება. ლენინგრადის პედაგოგიური უნივერსიტეტის გრაფიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბატონი რამინი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ თბილისში აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმისა და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეებში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. საბატონო ხალხი შეწუხდა, მოვიდნენ არ დაიზარეს და ამდენი კეთილი სიტყვა, კარგი სიტყვები გითხრეს. ღმერთმა ქნას, რომ ეს ყველაფერი დამეფასებინოს და მომავალში არ შემერცხენოს ეს ადამიანები. სურათების გალერეია სოხუმში, აფხაზეთის იმათა იქ ბევრი ნამუშევარია ჩემი. აფხაზეთის მხატვართა ფონდში ნამუშევრებია ბევრი. მხატვარს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ და აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა. მე გავიცანი 1993 წელს. მინდოდა მაშინ სამხატვრო სასწავლებელში ჩაბარება, მივაკითხე და კონსულტაციები გამიწია. იმ წელს ჩავაბარე, რა თქმა უნდა. განურჩევლად იქ ქართველისა, განურჩევლად აფხაზისა, ყველა უყვარდა, ყველასთან თანამშრომლობდა. რამინის სოხუმში დღესაც ყავს ის მოსწავლეები, დღესაც იხსენებს ბევრი, რომ რამინ ტარიელოვიჩი იყო მაგათი უშუალო პედაგოგი, სიყვარულით იხსენებენ. რამინ აფაგიძესთან ვართ სტუმრად, მის მოსწავლეებთან ერთად ვილოცავთ დაბადებიდან 80 წლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 52 წლის იუბილეს. ბატონი რამინი ღვაწლმოსული პედაგოგი არის. მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგაც, დღესაც მას იკითხავენ აფხაზეთიდან მისი მოსწავლეები. მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და პედაგოგიური მოღვაწეობის კვლავ ესე აქტიურად გაგრძელება უსურვო.